ორჯონიკიძის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში შეიკრიბა სტალინის რაიონის ახალგაზრდობა. აქ სტუმრად მოვიდნენ ქართული კინოფილმების პოპულარული გმირები ბაშიაჩური და აბეზარა. მუშტაიდის ბაღის ისტორია დაიწყო ასე. რუსეთ-სპარსეთის ომის დროს, რომელიც 1826-29 წლებში მიმდინარეობდა, რუსეთის არმია მიუახლოვდა თავრის, აიღო ერევნის სახანო, ყარაბაღის სახანო და მოკლედ ძალიან მიუახლოვდა თავრის. და თავრიზის სასულიერო ლიდერი იყო ესეთი ძალიან გავლენიანი ადამიანი, ეპისკოპოსი, რო ვთქვათ ასე, თავრიზის მუსლიმთა წინამძღოლი მირ ფეთე აღა მუჯთაჰედი. ეს მუჯთაჰედი არის, სასულიერო ლიდერი, ასე ითარგმნება. მუჯთაჰედების ხვებიც ყოფილა, ერთ-ერთი იყო მირ ფეთე აღა, რომელიც ძალიან დაეხმარა, რომელიც იყო განწყობილი ირანის მაშინდელი ლიდერების, მაშინდელი შაჰის წინააღმდეგ და დაეხმარა როგორღაც რუსებმა მათთან კონტაქტი მოახერხეს და რუსეთის არმიას დაეხმარა თავრიში შესვლაში. და ოღონდ ძალიან ცოტა ხანს გრძელდებოდა, ასე ვთქვათ, თავრიზის ოკუპაცია რუსეთის არმიის შემდეგ. მოლაპარაკება შედგა საბოლოოდ, დაიდო ზავი რუსეთის იმპერიასა და ირანს შორის. და ერთ-ერთი პირობა ის იყო, რომ ირანმა დათმო ერევნის სახანო, ყარაბაღის სახანო, ნახჭევანის სახანო, განჯის სახანო, მაგრამ ვერ შეელია თავრის და თავრიზიდან გამოვიდა რუსეთის საოკუპაციო ჯარი. ამის გამო და იმის გამო, რომ მუჯთაჰედი მირ ფეთე აღა დაეხმარა რუსეთის არმიას, ვეღარ დარჩებოდა შესაბამისად და იგი გამოყვა რუსეთის არმიას. და რუსეთის არმია მათ ჩამოიყვანა მაშინდელი კავკასიის ცენტრში, თბილისში. და იმის გამო რომ მადლიერება გამოეხატათ, მათ სახაზინო მიწები დიდუბეში მისცეს ამ მირ ფეთე აღას დიდი ტერიტორია, სახაზინო მიწა და ოქროც მოკლედ რა, ფულადი ერთეულების დიდი რაოდენობით ფულიც მისცეს მადლიერების გამოსახატავად და დასახდა დიდუბეში მტკვრის პირას მირ ფეთე აღა და მან აი უზარმაზარ ტერიტორიაზე მტკვრიდან გამოიყვანა სარწყავი არხი და დაიწყო ბაღის გაშენება. უზარმაზარი ტერიტორია იყო, რომ წარმოვიდგინოთ დღევანდელი დინამო სტადიონიც და მისი მიმდებარე ტერიტორიაც იყო შემდგომში მუშტაიდის ბაღი. შეირთო ქართველი ქალი, ცოლად ნინო, ცნობილია ეს, საფლავი დაკარგულია და გააშენა ვარდების ძალიან დიდი ბაღი. ვარდებით იყო ასევე ძალიან ცნობილი. და თანდათან ხალხმა ამ ბაღს შეარქვა მუჯთაჰედი, ცოტა ისეთი რთული გამოსათქმელია, მოგვეხსენება და ენა ზარმაცია, უფრო იოლ გამოსავალს ეძებს და ხალხმა თანდათან დაარქვა მუშტაიდის ბაღი. თუმცა მუჯთაჰედის სიცოცხლეში ეს ძალიან პოპულარული ადგილი ვერ იყო, იმიტომ რომ იქ მისვლა ცოტა რთული იყო მაშინდელი ტრანსპორტის და კომუნიკაციების გათვალისწინებით, მაგრამ ხალხში დარჩა ეს მუჯთაჰედის ბაღად, მუშტაიდის ბაღად. შემდეგ ღრმად ასაკში, დაახლოებით 20 წლის შემდეგ დაბრუნდა თავრიში, ადგილობრივმა მოსახლეობამაც მოისურვა და ირანის ახალმა ხელმძღვანელმა შაჰმაც შემოუთვალა, რომ მის წინააღმდეგ მოკლედ მის იძულული დამტვრობა აღარ ჰქონდა და თან გარდაეცვალა ცოლი, რომელიც მუშტაიდის ბაღშივე, საკუთარ ბაღშივე დაკრძალა, მაგრამ ის საფლავი დაკარგულია. მოკლედ მირ ფეთე აღა დაბრუნდა თავრიში და იქ გაატარა სიბერე და იქ გარდაიცვალა კიდეც. თუმცა დარჩა ბაღი, უზარმაზარი ბაღი, რომელიც შემდეგ გახდა მოულელი და ცოტა გავერანდა, სახაზინო საკუთრებაში გადავიდა, ერთი პერიოდი სახაზინო ბაღი იყო და შემდეგ კარგი მენეჯერები როგორც ჩანს გამოუჩნდნენ. თან იმ დროს მოხდა საინტერესო ამბავი, ეს არის 1880-იანი წლები, როდესაც
ალექსანდრეს ბაღი იყო თბილისში ყველაზე ისეთი სასურველი ბომონდისთვის სასურველი სასეირნო ადგილი, მაგრამ იქ მოხდა ესეთი რამ. თბილისურმა ბომონდმა გააპროტესტა იმპერიული ხელისუფლების თავნებობა, როდესაც დღევანდელი ცისფერი გალერეა, ანუ კავკასიის არმიის მაშინდელი დიდების ტაძრის მშენებლობა დაიწყო. ალექსანდრეს ბაღის მონაკვეთი მიისაკუთრეს თან ის ადგილი, სადაც ორკესტრი უკრავდა ხოლმე და ამას მოყვა პროტესტი და არ გაითვალისწინეს ადგილობრივი საზოგადოების პროტესტი და ამის გამო თან იმის გამო რომ მუშტაიდის ბაღი ამასობაში მოწესრიგდა კარგი ახალი მფლობელების ხელში ხალხმა თან გავიდა კონკაც დადიოდა იმ პერიოდში გაიყვანეს და მოხვედრა იქ უკვე აღარ იყო ისეთი რთული და თან ფაეტონების და მეტლების რაოდენობამაც იმრავლა თბილისში ამიტომ ხალხმა ზურგი აქცია ალექსანდრეს ბაღს და დაიწყო თბილისის ბულონის ტყე იყო მოკლედ და ძალიან ელიტარული გაკეთდა ძალიან კარგი რესტორანი როტონდა უკრავდა იქ მინული ორკესტრი და მოკლედ ძალიან მალე 1880-იან წლებში გახდა მუშტაიდის ბაღი პოპულარული. შემორჩენილია ორი ისტორიული ძეგლი მუშტაიდში, ერთ-ერთი არის ის ცნობილი მუშტაიდის რესტორანი, საკმაოდ სერიოზული და დიდი და მაშინ იმ დროისათვის ძალიან პრესტიჟული. სადაც ფოტოზე ნათლად ჩანს სცენა და ამ სცენაზე გამოდიოდა აქტრისა მარგარიტა. და სწორედ აქ მოუტანა ფიროსმანმა მას ვარდები ხელით და ურმით. კიდე საინტერესო მომენტი იყო ისე 1882 წელში ვინმე ფრანგი აერონავტი ფრინავი ჟან ბედე იყო თბილისში ჩამოსული პოპულარიზაციას ეწეოდა საჰაერო ბურთებით გაფრენას და 3 თვის განმავლობაში იყო თბილისში და მოახდინა 3 გაფრენა მუშტაიდის ბაღიდან. არც პირველ გაფრენაზე, არც მეორე გაფრენაზე, არც მესამეზე არავინ არ ჩაუჯდა. მემაწვენისგან იქირავა სახედარი და ჩაისვა სამ და სახედართან ერთად გაფრინდა. და ქარმა წაიღო მეტეხის მხარეს ეს საჰაერო ბურთი და წავიდგინეთ ახლა მაშინ 1882 წელი მეედანი, პოლის მოედანი, მტყვარი, ტივები, არაჯოღლები, კინტოები, ქეიფი, ასე შემდეგ და უცბად ჰაერში მოფრინავს რაღაც და ვირი ყროღინებს. მთელი ქალაქი მოსდევდა იქ დაეშვა მეტეხის ტერიტორიაზე. ვირი ისე იყო გაოგნებული, რომ გადმოხდა და პატრონმას ვერ იპოვაო, ესე არის მოხსენებული გაზეთში. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი არის მოხსენებული მაშინდელ პრესაში, რომ პირდაპირ ესეთ ტექსტი წერია, ხა შევეცდები არ შემეშალოს. მაშინ, როდესაც ვიღაც ფრანკს ვირთან ერთად მთელი ქალაქი ყიჟინით მისდევდა, ზუსტად იმ წუთებში მარტოობაში კვდებოდა ალექსანდრე ყაზბეგი ლაზარეთში. კომუნისტების დროს რამდენჯერმე შეეცვალა სახელი, მაგრამ ბოლოს იყო სერგო ორჯონიკიძის სახელობის ბაღი და ბოლშევიკებმა სხვათა შორის მოახერხეს ის, რომ ამ ბაღს სასეირნო გასართობი ადგილის ფუნქცია ისევ დაუბრუნეს, გაიყვანეს სოფლიოში პირველი და მგონი ერთადერთი საბავშვო რკინიგზა, თუმცა ეს თავის დროს ძალიან თავმოსაწონი ამბავი იყო, რომ აი პირველი სოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა ბერიას უყვარდა მოკლედ რაღაცების თქმა მაღალი რაღაცების კეთება. თბილისის ამხანაგ სერგო ორჯონიკიძის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში გაცხოველებით ემზადებიან მომავალ სეზონისათვის. არ მეგულება თბილისში კაცი, ვინც მუშტი იმას რა ქვია, ორჯონიკიძის ბაღად მოიხსენებდა ამას. ყველა მუშტაიდის ბაღს ეძახდა და მუშტაიდის ბაღს ეძახით და ეს ძალიან კარგია, რომ მადლიერებმა ქართულმა საერთოდ თბილისურმა ცნობიერებამ შემოინახა მადლიერება იმ ადამიანისადმი, რომელმაც თავის დროზე სამსახური გაგვიწია ჩვენ იმით, რომ ეს ბაღი დიდუბეში ერთ დროს ვერ ანადგილას გააშენა.
Thank you.